არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიების 20% დაპყრობილი აქვს, წესით მტრად უნდა შეიცვალოს. გამოგდებული ვარ იქიდან, გამოსული ვარ ჩემი კუთხიდან, ჩემი მიწიდან და მტერია. რუსეთმა როგორც კი დაიწყო დაპყრობითი ომები, მისი დიქტატურა რო დაიწყო იქიდან, დღემდე გრძელდება. და ზოგან მობიერის სახით თვითონ რაღაც შენიღბული სახით გამოყოფს, ზოგან კიდე ტყაპას გაადენინებს სამოქალაქო თვითმფრინავს და ოდიში და სუფეხებზე კიდია, ესე იგი მშვიდობიანი მოსახლეობა ჩაიხოცა თუ ჯარისკაცი. რაც უფრო რუსეთთან ახლოს ვიქნებით, უფრო მეტად ჩაერევიან ჩვენში და პოლიტიკურ ურთიერთობებში და ბევრი რამე უფრო გაფუჭდება. იმდენ წლების განმავლობაში რამდენჯერ დაგვარბია და მტერია ოკუპანტია. მიწღემში ვხედავ, რომ სიკეთე არ უნდა რუსეთს ჩვენი. რუს ხალხს ვერ დავემდურებია, თვითონ მთავრობა პუტინი თავისი დამქაშებით იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. თუ რამე ჭირიქვის მაგათ გამჭირს, დაბა არ უნდა ვიფიქრო. თუმცა მომხრევა ურთიერთობის სტაბილურობისკენ თუ წავასაქმე და რეგულაციები შეიძლება და თუ უკეთესი ურთიერთობა გვექნება, მაგრამ არა ისე როგორც დიდი ძმა პატარა ძმას უბაგუნებს თავში. და რაც ეხლა ბოლოს აკეთებენ სოფლიოში და სოფლიოს თავზე აზიან, მაგას მთელი ქვეყანა აღიარებს და მთელი სოფლიო აღიარებს. მტერს არ ვამბობ, მაგრამ მე თვითონ ჩემი აზრი გამაჩნია, მე არ მივესალმები რუსეთთან ურთიერთობას. ტერიტორიები უნდა რომ დაიპყროს. შავი ზღვის ჩაგდება უნდა რა. რაღაცა რა მგონია. თვითონ ხალხი არ არის მტერი, ეს რაც შევიდა პოლიტიკოსებმა გამოიწვიეს ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ რომ მთავრობების ბრალია, ხალხი არ არის ერთმანეთის მტერი. მე მგონი რომ არა. რუსეთი გვინახავდა ჩვენ. როცა რუსეთი გვინახავდა, მაშინ კარგები იყვნენ და ახლა აღარ ვარ განა. რუსეთი გვირჩევნია ჩვენ ევროპას. სულ ყოველთვის. მეზობელი გავაგდეთ და ვიღაცა გემოვიდეთ სადა. მე რუსები მიყვარს, უბრალოდ რუსეთის პოლიტიკოსები არ მიყვარს და ისინი მგონია საქართველოს მტერი. არც მტერია თითქმის მთლად და არც მოყვარე. ურთიერთობის აღდგენა გვაწყობს, მაგრამ ეს ტერიტორიების ოკუპირება არ გვაწყობს. ტერიტორიების დაბრუნება გვინდა. თვითონ კრემლის პოლიტიკა არის მტრული განწყობით და ხალხის რო გითხრა ხალხის არა. ეგეც პოლიტიკური. ეგეც პოლიტიკიდან გამომდინარე. რო არ იყოს ის მართულფლართები და ისინი ამხელა ტერიტორიები არ იქნებოდა ძარცმული. მეზობელთან თუ არა ხარ კარგად, ხალხთან როგორ უნდა იყო კარგად. სულ იქ გამაგნაშოვნი თუ რა ემა, კაბა როგორი მწერია. იქ ავარ გაზელი. ჩამოვიდა მე იმის შემდეგ სულ უმუშევარი ვარ, აქ და არაფერი არ მიკეთები. იქ დაბადებული ვარ, ნახევარზე მეტი ნათესაობა იქ ამყავს. მე დიდი მომხრე ვარ, თუ კი ისეთი ურთიერთობა გვექნება როგორც ადრე. ადრე უფრო კარგად ვიყავით, როცა რუსეთი იყო და გაყოფილი არ ვიყავი. ეხლა უფრო გაჭირდება. ერთმორწმუნეები ვართ, მართლმადიდებლები. ჩვენი მეზობელია. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი წასულია რუსეთში. იქიდან არჩენს ოჯახებს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ოჯახებს რომ იქიდან არ არჩენდნენ, რა დღეში იქნებოდა ქვეყანა. უბრალოდ იმხელა მეზობელია რომ უნდა გაუწიო ანგარიში. სხვა არაფერი არ გვეშველება. არ არის, მე ეგრე ვფიქრობ. აუცილებლად უნდა აღდგეს რუსეთთან ურთიერთობა და აუცილებლად ტკბილი ურთიერთობით უნდა დაბრუნდეს ჩვენი ტერიტორიები. სხვანაირად ჩვენ იმათ ომს ვერ მოვუგებთ. სახთან მეზობელი ყავს, იმას არ უცვლად იქნები და აგე ხელს სხვამა გაიშვერ. ის ჯობია თუ ის აზრით გვერდზე მეზობელი ყავდეს წესიერი. საქართველოს მტერი საერთოდ რუსეთი არც აყოფილა ხალხის მიმართ. ხალხის მიმართ, ეხლა მთავრობებში თვითონ გაარჩიონ საქმე. რუსეთი საქართველოს მტერი უფრო შეიძლება ჩაითვალა ქართულ საზოგადოებას, რომ უფრო 2008 წელში იყო. მეზობელი ქვეყანაა რუსეთი და ალბათ არ უნდა იყოს მტრობა საქართველოსა და რუსეთს შორის. სანაც სამოყავი ხა. ძნიშვილები, შვილიშვილები და ვერ მივდივარ იქა. რა ჯობია სიტყვი გახარება, ჟანტელობა, მიხვალ, მოხვალ, შვილებთან, შვილიშვილთან. რეჟიმით რუსეთია ყველაფერი ჩვენთვის. მან გადის კარგი, თამით მე ჩვენი კახელების და ქართული ხალხის ძირითადი გზამანდარის ვენახია თუ ისეთ მოსავალი. მანდ გაიყიდოს ყველაფერი. არა. არ არის მტერი. რუსეთში ვარ ნატარი და ვიცი რაც არის და როგორც არის. ეს აიქნოთ გევარ. არაჯობია იქავიდე ეს რუსეთში. ვერტავალთ გერმანიაში, ვერტავალთ გლეხობაზე გეუნებ. ვერტავალთ ამერიკაში, ვერ საფრანგეთში, ვერ რუსეთში კი დავდიოდით ხოლმე. კი, არის. ყოველთვის გვებრძოლება და იმიტომ კაი მიზნები არა აქვს ჩვენს მიმართ. ყველა იმპერია ჩვენი მეზობელი იქნება თუ არ არის მეზობელი, ჩვენი მტერია. არა სიამოვნებაა ჩვენი თვითყოფადობა, ჩვენ ტრადიციების დამცველები რო ვართ და აი ამიტომ ვარ მტერი.
როგორ ფიქრობთ თქვენ არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? რუსეთის დროს კარგს ავჭამდით, კარგს ავსვდით. ფულიც ვლომათა ქონდა სალაროებში და ყველანაირად ვიყავით გაწყობილები. ეხლა აი ამ დროებაში, ამ ათხელში შივებიცა ვართ. არც საჭმელი გვაქვს, არც სასმელი გვაქვს, არც ფული გვაქვს და არაფერი არ გვაქვს. მტერია, აბა მარ არის, სხვა ხო არაფერი არ არის რუსეთი. ჯერ ამდენი ტერიტორიები დავართ. ახლა დაგვიხოცა და ოკუპაციაში გავარდა. აგაზე მეტი პრობლემა რა უნდა გაიგეთოს ის. ამ ხელა სახელმწიფო ერთი მოჯა ქვეყანას არ არის მტერი. იძულებული თუ გახდი, მტერი კი არა უარეს გააკეთე. მტერი არა ის არ ვინა თქვა. მტრები ჩვენ ვართ იმის. თუ ვერ მათხოვდები ვართ. სამი წელი იგრე მინახე ფუფალა. არის აბა არ არის კაცო, ომი გამოგვიცხადა და. მტერი რო იყოს ხო თავიდან ბოლომდე გავანადგურებდა თუ უნდოდა რა. ვინმე დაუდგებოდა წინ, ვერავინ. თუ უნდოდა თბილისიდან ჩამოვიდოდა მეორე დღეს. ჩემი შვილი მართალი იბრძოდა იქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არ ვამტყუნებდი. როგორ არის მტერი კაცო, თუ უნდა ვინ უშლის რა? ერთი მის არ იყო, ჩვენ იმათანა ვართ როგორც ცხილი და დიდი კამეჩი. როცა უნდა მაშინ აგვიღოს. მაგრამ ის კაცი რამდენჯერმე თქვა პუტინმა, ნე ჟალ გრუზინი. გაიგე? მე მეწოდება ქართველი ხალხი. და სწორედ არის. პუტინო კაცი გულითვინ, აგე ჩამოვწინ შვილებს ადგილები. ეს არასწორია. როცა რუსეთთან ვიყავით, კარგად ვიყავით, აბა რა ვიცი. მტერი ყოფილიყო საქართველოს აქაც გადაუვლა კი არა, ის უშაჭამდა. არ არის მტერი. მე რუსეთში იმსახური, ჩემთვის იქ არავის არაფერი დაუშავებია. ესენი არიან მტრები. რა ვიცი, როგორი მტერი იყო და არის შვილო, როცა იმ დროს ყველა მუშაობდა, ყველა არსებობდა. დღეს ვინ გვაცხოვრებს? ოცნებაში ვრჩებით. აი რომელი ჩავიდა აი აქედან, აი რომელი ოცნებიდან, რომელი ჩავიდა და პუტინთან რომელი შეხვდა პუტინს, რომ აი ესა და ეგრე ის გავაკეთოთ, რომელი ჩავიდა? მე მტერად არ აქვს რუსეთი. არ არის მტერი და არ გახდება მტერი.